მაღალი სამედიცინო რისკის მქონე კაბინეტების საქმიანობით დაინტერესა. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ კაბინეტების ნაწილს ლიცენზია არ აქვს. საშიში ოთახები ძირითადად სარდაფებშია განთავსებული და სტომატოლოგი პაციენტს უმძიმეს სანიტარულ ჰიგიენურ პირობებში მკურნალობს. სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი ვირუსული ინფექციების გავრცელების წყაროა. მომდიოდა სიბზნის კბილი. ვინაიდან მეგობრები მყავს მე სტომატოლოგი და რაღაცა და მივაკითხე რა მიშვედეთ თქო იქნებ რაღაცა ფასი ან რაღაცა და კი ბატონო მივედი ამოსაღებად რა და ეხა პირობებიც არ იყო ეხა ეს შეხედვით ცუდი პირობები და ნუ ამომიღო ჩვეულებრივად გავიდა ერთი 4 თვე და რაღაც ვერ გზნობდი თავს კარგად დასუსტებული ვიყავი მივაკითხე ექიმს ჩამიტარეს კვლევა ანალიზები რაღაცა და ამომაჩნდა B ჰეპატიტი. ასეთი ისტორიები საქართველოში ბევრია, ისევე როგორც ბევრი სტომატოლოგიური კაბინეტია, სადაც მკურნალობა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. იმედის კვირამ მხოლოდ თბილისში რამდენიმე ასეთი დაწესებულება აღმოაჩინა. ანტისანიტარია სტომატოლოგიურ კაბინეტებში და ინსტრუმენტები, რომლებიც სტანდარტის შესაბამისად არ სტერილდება. დაწესებულებები, სადაც მარტივი მანიპულაციის ჩატარებაც კი საშიშია. პირველად იყრება აი ამაში ჩვეულებრივად ხსნარი არის. ეს რო იმას იზავს მეც რო არ მოვკიდო ხელი და რაღაცა მერე აი აქ წყალში, გამდინარე წყალში აგირეცხება. ავზი, რომელშიც სისხლიანი ინსტრუმენტების დეზინფექცია ხდება, დაბინძურებულია. ჭუჭყიანია ნიჟარაც. სავარაუდოდ აქვე ირეცხება ყავის ჭურჭელიც. ორთქლის სტერილიზატორი, იგივე ავტოკლავი დაზიანებულია. სტანდარტის მიხედვით ასეთი მოწყობილობა ინსტრუმენტებს ვერ ასტერილებს და მისი მოხმარება იკრძალება. დაზიანებული რო არის რამდენად არა, ეგ არ არის ეგ დაზიანებული. მე მოხსნილი მაქვს, აი შეხედე, ესენი მაქვს, რომ ჩვეულებრივად გამოვიდეს. როდესაც მუშაობს, ორთქლს ხო უშვებს და აიბეირა ეგ უბრალოდ. თუ არა ჩვეულებრივი, ანუ აი აქ ვაკუუმი ხო შეიძლება არის? არა, სისულელი არის. ინსტრუმენტების შეფუთვას ვიზუალურადაც ეტყობა, რომ სტერილურობა დაცული არ არის. ანტისანიტარია არ არის ეხლა. ეგ თქვენ რა სპეციალურად ახალ შემოსული რომ მითხრა ანტისანიტარია არის და ეს ნიშნავს. არა, ნუ ეგ შემოდიხარ და სპეციალურად მიღებ. გაჩვენე, რასაც ვაკეთებ და თუ რამე არ მოგწონს, ხო? შეგიძლია ნახო თვითონ და მეუბნები რომ ანტისანიტარია. კი ბატონო, ძველი არის, მაგრამ შესაბამისად თვითონ რო ახალი მომთხოვოთ, შესაბამისად მომსახურებაც უნდა იყოს და ესა მაღალფასიანი. ფასი თუ ჯანმრთელობა, ხშირად პაციენტმა არც იცის, რომ იაფი მკურნალობის სანაცვლოდ საფრთხეს ისევ საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის. იაფი ჯანმრთელობა მაშინ ძვირდება, როცა პაციენტი არასტერილური ინსტრუმენტის გამო შესაძლოა სისხლის გზით გადამდები ნებისმიერი დაავადებით, მათ შორის C და B ჰეპატიტით დაინფიცირდეს. თქოს რომ იხდით ამ ბამბას იქვე არ ყრით ნაგუშურნაში? კი, მაგრამ რა მოხდა? ესენი ხომ იარაღები არის დასრული და შემოვიტანე დაოლაგე მე სხვა რაღაცას მაქრებ თუ ურნაში ყრით ბამბებს სისხლიან ბამბებს ხოთათმანებს და ისე შემდეგ იქვე რატო არ მოათავსეთ თქო ურნაში ნუ ეხლა ამჯერად ეს დასრული იარაღები მერტად შემოვიტანე და რა ვიცი თქვენ თუ გაქვთ სტერილიზაციის სპეციალური აპარატი და დაცული სტანდარტები შეგვიძლია რომ გადავიყავთ უფროსი არ არის ზოგიერთ კაბინეტში არ შეგვიშვეს, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ კარს უკან არსებული მდგომარეობა საჯარო არ გამხდარიყო. ზოგიერთ დაწესებულებაში თავად აღნიშნეს, რომ თანამედროვე ოქროს სტანდარტად მიჩნეული ავტოკლავი ძვირი იღებს და ამიტომ რამდენიმე ათეული წლის საბჭოთა მოდელის აპარატით მუშაობენ. ისე არაპირებთ რომ შეიძინოთ ავტოკლავი? ნუ თანხების მშრომო ესე არის, ხა ეს შენახული თუ არ მუშაობს ეს? ისე ახალ დაწესებულებაა და ავტოკლავი რატო არ არის? არ ყიდულობს ის პატრონი, რა ვქნა. წლების განმავლობაში სტომატოლოგიური საქმიანობა საერთოდ უკონტროლო იყო. 2015 წელს მთავრობის დადგენილებით მათი კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დაევალა. გასულ წელს კონტროლის დეპარტამენტმა 210 სტომატოლოგიური დაწესებულება შეამოწმა. სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა 84 დაწესებულებაში.
ჩვენი ოქმის საფუძველზე აჯარიმებს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას დაჯარიმების თაობაზე. დარღვევების გამოვლენის პირველ ჯერზე გათვალისწინებულია 200-დან 500 ლარამდე საჯარიმო თანხა და განმეორების შემთხვევაში, დარღვევის განმეორების შემთხვევაში თანხა არის 1000 ლარის ფარგლებში. სულ ეს არის რითაც ჯანმრთელობისთვის საშიში დაწესებულება ისჯება. ის არ იხურება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეათე შემოწმებაზეც არ გამოასწორა ჰიგიენა და დეზინფექცია, სტერილიზაცია. ასეთ დაწესებულებას შეუძლია გააგრძელოს მუშაობა რამდენ ხანსაც უნდა. გადაიხადოს მაქსიმუმ 1000 ლარი იმისთვის, რომ მთავრობის მიერ დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტს არ ემორჩილება და არ უფრთხილდება ადამიანების ჯანმრთელობას. ჯარიმა უფრო უნდა მაღალი იყოს, ძალიან უნდა გამკაცდეს კანონი და ალბათ წელიწადში, თქვათ, ორჯერ ან ერთხელ, ეხლა მე არ ვიცი ეს უკვე პრეროგატივა არის ჯანდაცვის სამინისტრომ, ყველა კლინიკა უნდა დაექვემდებაროს აბსოლუტურად კონტროლს. როდესაც სამინისტრო დააჯარიმებს კლინიკას, ერთხელ მე მგონი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ თქვათ, მათ სიტუაცია გამოასწორონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდია და ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, მაგრამ ასეთი კლინიკა აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს რაღაცა უფრო სხვა სანქციებს. ქვეყნის მასშტაბით 2300 სტომატოლოგიური დაწესებულებაა და მხოლოდ 4 ადამიანი ჯანდაცვის უწყებაში, ვისაც ამ დაწესებულებების კონტროლი ევალება. 2015 წლიდან დღემდე რეგისტრირებული კლინიკების ნახევარიც არ არის შემოწმებული. 2017 წელს 4 თვის განმავლობაში მხოლოდ თბილისის 21 დაწესებულება შემოწმდა, მათგან 6 დაკეტილი იყო, 15-დან 9-ში კი დარღვევები გამოვლინდა. რა სიხშირით ხდება შემოწმება? რა სიხშირით ხდება წელიწადში ერთხელ, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო. არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მთლიანად გაკონტროლდეს ეს დაწესებულებები, იმიტომ რომ ფაქტიურად ქალაქში ყოველ ორ ნაბიჯზე არის ესეთი პატარა დაწესებულება. ჩვენ რესურსის პრობლემა ყოველთვის გვაქვს ყველა მიმართულებით. კონტროლიორთა არასაკმარისი რაოდენობა უკონტროლო სტომატოლოგიისთვის კარგ პირობებს ქმნის, რადგან კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად თუ ფიზიკური პირი კაბინეტს გახსნის და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს თავად არ შეატყობინებს, უწყება ასეთ დაწესებულებას დიდი ალბათობით ვერ აღმოაჩენს. მაგალითად, გასულ წელს იმედის გადაცემა რისკ ფაქტორში მოხვდა ჯიჯი დენტი, რომელიც უკანონო სტომატოლოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ეს მისამართი არ მოიწევნა ბაზაში და შეტყობინების საფუძველზე. გადასვლა სხვა მისამართი და ამიტომ გაფართოვებას. ხო, მაგრამ ეხლა მუშაობთ ლიცენზიის გარეშე, ანუ არ გაქვთ შეტყობინება. უნდა გადავიდეთ ძალიან მალე. მესმის, მაგრამ 1 წელია შემოსული არის ესეთი კანონი, რომ ყველა სტომატოლოგიური უნდა მუშაობდეს. გავიგე, რომ ხვალ შეიძლება გადახვიდე, მაგრამ დღეს მუშაობთ ყველანაირი იმის გარეშე. ჯიჯი დენტი დღეს იმავე მისამართზე ფუნქციონირებს, თუმცა კლინიკაში დღეს არსებული პირობების სანახავად აღარ შეგვიშვეს. სტომატოლოგი ისევ ამბობს, რომ უკვე სხვაგან გადავიდა და ამის მიუხედავად ისევ ამ დაწესებულებაში მუშაობს. ეხლა ვერ შეგიშვებთ, ახლა დაკეტილია. მესმის, მაგრამ უბრალოდ რომ ვაჩვენოთ გაქვთ თუ არა? ეხლა არ ვართ. დაკეტილია. სხვა დროს მოგწა. ეხლა კლიენტი რო ყოფილიყავ, ხო გამიდევდით? არა, დაკეტილია, არც ხალათი მოცია და არაფერი, აღარ მუშაობ. მე სხვაგან მუშაობ, აქ აღარ მუშაობ. და უბრალოდ შეგვახედოთ არ შემიძლია? არა. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე პაციენტს ისხარჩება თავად გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ კლინიკა უსაფრთხოების სტანდარტებს იცავს. ინსტრუმენტების სტერილიზაციის გზა საკმაოდ ხანგრძლივია და მრავალ ეტაპს მოიცავს. სასტერილიზაციაში შემოტანისთანავე დაბინძურებული ინსტრუმენტი უნდა მოთავსდეს ულტრაბგერის აპარატში. ულტრაბგერის აპარატის რეცხვის შემდეგ ინსტრუმენტები უნდა მოვათავსოთ გამდინარე წყალში. რეცხვის შემდეგ ინსტრუმენტები თავსდება სადეზინფექციო ხსნარში. ამოღების შემდეგ ხდება ინსტრუმენტების გავლება კვლავ გამდინარე წყალში და ამის შემდეგ უკვე უნდა მოვათავსოთ სასტერილიზაციო ხსნარში. ხსნარიდან ამოღების შემდეგ ხდება კვლავ უკვე საბოლოო გავლება გამდინარე წყალში ინსტრუმენტების და ამთავსება საშრობ აპარატში. შრობის შემდეგ ხდება ინსტრუმენტების შეფუთვა, ხოლო ამის შემდეგ უკვე ხდება მათი მოთავსება ავტოკლავში, სადაც მიმდინარეობს ინსტრუმენტების სტერილიზაცია 1 საათის განმავლობაში ვაკუუმისა და წნევის ქვეშ. მნიშვნელოვანია სტომატოლოგის ქცევის სტანდარტიც. ექიმმა უნდა გაიკეთოს პირბადე, დაიხუროს ქუდი, გაიკეთოს დამცავი ფარი, დაიბანოს ხელი სტანდარტის მიხედვით. ჩაიცვა სტერილური ხელთათმანი და თქვენ თვალწინ გახსნას დათარიღებული, შეფუთული ინსტრუმენტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ სტომატოლოგიურ სავარძელზე თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ.
კლინიკების ხელმძღვანელები დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ აღნიშნული რეპორტაჟი ეთერში არ გასულიყო და მარიამ ოშხნელსთან ცდილობდნენ დაკავშირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კადრი, რომელიც სიუჟეტში იყო გამოყენებული, კლინიკების ხელმძღვანელების ნებათვის საფუძველზე იყო გადაღებული. გარევაჭრობა